სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკლოდ დაკარგული ადამიანების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამე მრევლს მიმართა. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ. სახელმწიფო უგზო-უკლოდ დაკარგულთა მოძიება იდენტიფიცირებას განაგრძობს. სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი გადაიხადეს. 11 ადამიანიდან 2 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 9 სამოქალაქო პირი იყო. Ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო 33 წლის წინ დახვეტილი მამის გადმოსვენება. დიდი ძალისხმევის შრომის შედეგად სახელმწიფო მინისტრის აპარატის წითელი ჯვრის შედეგად მოხდა ეს შესაძლებელი. დიდი მადლობა მათ. ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში ოჯახისთვის. რომ მივაბარებთ საფლავს, ავანთებთ სანთლებს, მოვიხსენიებთ, ვიტირებ. სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. საერთო მწუხარების ფონზე უწმინდესმა შიო მესამემ აღნიშნა, რომ ძმათა მკვლელი ომები აღარ უნდა განმეორდეს. საერთო მწუხარებაა. ერთად ვიხსენიებთ ჩვენს გმირებს, სულიერ შვილებს, ძმებს და დებს, რომელნიც სამშობლოსთვის აღესრულნენ აფხაზეთში იმ საშინელ ომში და ასევე ჩვენ ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მათთან ერთად აფხაზებსაც. ვიხსენებთ ცხინვალის ომსაც, ცხინვალში დაღუპულ ჩვენს ძმებს და დებს, როგორც ქართველებს, ასევე ოსებს. ღმერთმა მოაშუშოს ჩვენი დიდი ჭრილობა და მოგცეს მადლი დიდი შერიგების. დაღუპულებს პატივი მიაგეს პრემიერ-მინისტრმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. იდენტიფიცირების ხანგრძლივ და რთულ პროცესს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ხელმძღვანელობენ. ასობით 1000 ადამიანი ატარებს დღემდე სამწუხაროდ ომის უმძიმესი შედეგების გამოცდილებას, დევნილობის თუ მრავალ ტრაგიკულ ისტორიას. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ მშვიდობას და მხოლოდ მშვიდობით ვიღწვით, რომ დავძლევთ ჩვენი ქვეყნის წინაშე დღემდე არსებული ურთულესი გამოწვევები. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლების სხედრები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. მმართველი გუნდის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ გმირები სათანადო პატივით დაიგრძალონ. ოჯახებს მიეცათ იმის საშუალება, რომ დაიტირონ ეს ქართველი გმირები, ვინც თავი შესწირეს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში საკუთარ სამშობლოს, კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს დღევანდელი დღე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას. ოჯახებისთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ისინი წლების განმავლობაში საკუთარ ოჯახის წევრებს, გმირად დაღუპულ ჯარისკაცებს ეძებდნენ და სახელმწიფო მათ პირდება, რომ გააგრძელებს მანამდე, სანამ ბოლო ჯარისკაცაც არ აღმოაჩენს. მნიშვნელოვანია ეს სახელმწიფო პროგრამა. მათ მხოლოდ ეხლა მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ კონდეთ თავიანთი დაკარგული, გარდაცვლილი ოჯახის პირების საფლავები და მეორე მხრივ ეს შეიძლება ერთგვარი რაღაც შვებაც იყოს, ხო, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამის შესაძლებლობაც კი არ ქონდათ ოჯახის წევრებს. ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით გარდაცვლილების საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს. 2013 წლიდან დღემდე ნაპოვნია 740 ადამიანის ნეშტი, მათგან 334 უკვე იდენტიფიცირებულია.